დღევანდელი პლანეტა შეიძლება ჩაითვალოს მაიმუნების პლანეტად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები განვიხილავთ როგორც ყველაზე გავრცელებულ და ძლიერ პრიმატებს. როგორც ჰომინოიდების წევრი, ჩვენ ტექნიკურად მაიმუნებად ვითვლებით. თუმცა არაადამიანური მაიმუნები მძიმე მდგომარეობაში არიან. მათი საერთო რაოდენობა მილიონზე ბევრად ნაკლებია, ხოლო მათი ბუნებრივი არეალი შეზღუდულია მხოლოდ აფრიკისა და აზიის მცირე ნაწილებში. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. მაიმუნები ოდესღაც დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ცხოველები იყვნენ და პრიმატებს შორის ყველაზე ძლიერებიც. მათი ოქროს ხანა დაიწყო მიოცენის ეპოქაში. ეს იყო დრო, როცა უამრავი სახეობა წარმოიშვა და საოცარი მრავალფეროვნება გამოჩნდა როგორც ზომით, ისე ადაპტაციის უნარით. იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მაიმუნების ევოლუციასთან. ეს ეპოქა დაიწყო მანამდე, სანამ მაიმუნები სრულად ჩამოყალიბდებოდნენ. ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა, როცა პრიმატთა მრავალფეროვნებამ და გლობალურმა დათბობამ გამოიწვია ძველი სამყაროს მაიმუნების ევოლუცია. პირველ ნამდვილ მაიმუნებად. მიუხედავად იმისა, რომ ნამარხებში ბევრი სიცარიელია, მეცნიერები თვლიან, რომ პროკონსული იყო პირველი ნამდვილი მაიმუნი, რომლის ნეშთებით 22 მილიონი წლის წინანდელია. პროკონსული გახდა ის სახეობა, რომელმაც დაიწყო მაიმუნების პლანეტის ეპოქა. თუმცა ის სრულად მაიმუნი არ ყოფილა. მას ჯერ კიდევ ჰქონდა მაიმუნის მსგავსი ნიშნები. წინ მიმართული ტანი, რომელიც მიწასთან იყო პარალელური. მაგრამ პროკონსულს უკვე ჰქონდა მაიმუნებისათვის დამახასიათებელი თვისებები. გამაგრებული იდაყვის სახსარი, კუდის არარსებობა, შედარებით დიდი სხეული და ძლიერი მოჭერის უნარი. ეს ცვლილებები მას უპირატესობას აძლევდა. უკეთ ახერხებდა გარემოსთან ურთიერთობას და თავისი ბონობოს მსგავსი აღნაგობით აშინებდა უფრო პატარა კონკურენტებს. ის ფართოდ იყო გავრცელებული კენიისა და უგანდის სუბტროპიკულ ტყეებში, მაგრამ მაიმუნები მალე გაფართოვდნენ სხვა რეგიონებშიც. რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ განვითარდა სუბტროპიკული ტყეები, რომლებშიც გაჩნდა 14-ზე მეტი გვარი. ზოგიერთი კაპუჩინის ზომის იყო, ზოგი კი უფრო დიდი, როგორც თანამედროვე მამრი შიმპანზე. მათი ზომა განსხვავდებოდა, მაგრამ ყველას გააჩნდა მოქნილი სახსრები, ხელფეხის ძლიერი კუნთები და მცენარეული დიეტა. თუმცა თითოეული მათგანი სპეციალიზებული იყო თავის ეკოლოგიურ ნიშაში. მოროტოპითეკუს ჰქონდა ფოთლების დასამუშავებლად განკუთვნილი კბილები, ხოლო დენდროპითეკუსი იკვებებოდა უფრო მრავალფეროვნად, ფოთლებით, ხილითა და ყვავილებით. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ისინი ხორცსაც ჭამდნენ ხანდახან. მათი ძლიერი ეშვები იცავდა მათ კონკურენტებისა და მტაცებლებისგან. მიოცენის ადრეული პერიოდის ბოლოს მაიმუნებმა მიაღწიეს საოცარ მრავალფეროვნებას და გაცილებით ფართო არეალს ვიდრე დღეს აქვთ. შემდეგ მოხდა დიდი ცვლილება. დაახლოებით 16 მილიონი წლის წინ, როცა ზღვის დონე დაეცა და აფრიკასა და ევრაზიას შორის გაჩნდა სახმელეთო ხიდი, ბევრი ცხოველი, მათ შორის მაიმუნებიც, გადავიდნენ ახალ კონტინენტებზე. პალეონტოლოგების აზრით, აფროპითეკუსი და ჰელიოპითეკუსი იყვნენ პირველები, ვინც აფრიკიდან გადავიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე და შემდეგ აზიასა და ევროპაში. ის მაიმუნები, რომლებიც აფრიკაში დარჩნენ, ძირითადად გადაშენდნენ, არა იმიტომ, რომ სუსტები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ მათ აკლდათ თვისება. მათი ევროპელი ნათესავები, აფროპითეკუსი და ჰელიოპითეკუსი, გამოირჩეოდნენ ძალიან მტკიცე კბილების ემალით, რაც საშუალებას აძლევდათ ეჭამათ მყარი საკვები, მაგალითად კაკალი, რომლებიც ევრაზიის ტყეებში უხვად იყო. ეს უპირატესობა და უფრო თბილი კლიმატი დაეხმარა მათ გავრცელებულიყვნენ ევროპასა და აზიაში. ამის შედეგად მაიმუნებმა 3 კონტინენტზე დაიკავეს ტერიტორიები და მათი სახეობების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მხოლოდ ევროპაშივე არსებობდა 16-ზე მეტი სახეობა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანის ნაშთი მცირეა, ერთ-ერთი გამორჩეული იყო ორიოპითეკუსი, რომელიც ცხოვრობდა ტოსკანასა და სარდინიაში, ტალახიან გარემოში. ის განსაკუთრებული იყო იმით, რომ შეეძლო ორ ფეხზე დგომა. თუმცა იგი ნამდვილი ორ ფეხზე მდგომი არ ყოფილა. დგომისას მას
დიდ თითი 100 გრადუსით ჰქონდა გადახრილი სხვა თითების მიმართ. რაც საშუალებას აძლევდა უფრო მაღალი ყოფილიყო და შეემჩნია მტაცებლები, როგორიც იყვნენ მაჩაიროდუსი და მეთელურუსი. თუმცა ასეთ პოზიციაში სიარული არასტაბილურობას ქმნიდა. მაიმუნები განსაკუთრებით წარმატებულნი იყვნენ აზიაში. აქ მათი სახეობები და გავრცელების არეალი ბევრად უფრო დიდი იყო ვიდრე ევროპაში. მაგალითად, გრიფოფითეკუსი ცხოვრობდა ცენტრალურ ევროპასა და აზიის თურქეთის ნაწილში. აზია იყო გიბონების ოჯახისა და მათი წინაპრების სახლიც: ჰილობატესი, ჰულოკი, ნომასკუსი და სიმფალანგუსი. მიოცენის გიბონები, მაგალითად, უენმოპითეკუსი, არ იყო ზუსტად ისეთი, როგორებიც დღევანდელი გიბონებია, მაგრამ ზომითა და ქცევით ძალიან გავდნენ მათ. ისინი ბინადრობდნენ ხეებზე და ტოტიდან ტოტზე გადახტომით გადაადგილდებოდნენ. მათ ჰქონდათ შედარებით მცირე სქესობრივი დიმორფიზმი. არ აშენებდნენ ბუდეებს და ქმნიდნენ გრძელვადიან ცხვილურ კავშირებს. ზოგჯერ შესაძლოა მცირე ფრინველებით ან კვერცხებითაც იკვებებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი დიეტა ზოგჯერ მკაცრი იყო, მიოცენის მაიმუნები, განსაკუთრებით გიბონები, არ იყვნენ უფრო აგრესიულები ვიდრე სხვა პრაიმატები. მათი ინტელექტი ალბათ საშუალოზე მაღალი იყო. შესაძლოა იყენებდნენ მარტივ იარაღებს ან მოქმედებდნენ კოორდინირებულად. თუმცა არ იყვნენ ისეთად განვითარებულნი, როგორც თანამედროვე დიდი მაიმუნები. მათ შორის საბოლოოდ განვითარდა დიდი მაიმუნების ოჯახი. მათი ევოლუცია დაახლოებით 17 მილიონი წლის წინ დაიწყო. 15 მილიონი წლის წინ ისინი გავრცელდნენ აფრიკასა და ევრაზიაში და მნიშვნელოვნად შეცვალეს მაიმუნთა ევოლუციური ხაზი. დიდი მაიმუნები გამოირჩეოდნენ დიდი ტვინითა და ძლიერი აღნაგობით. ამიტომაც ეწოდათ მათ დიდები. ზოგი მათგანი, მაგალითად, ინდოპითეკუსი, იყო მთლიანი მიოცენის უდიდესი პრიმატი. მისი ნაშთები ნაპოვნია მხოლოდ ჩრდილოეთ ინდოეთში. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის ეკუთვნოდა გიგანტოპითეკუსის გვარს, ყველაზე დიდ პრიმატს, რომელიც ოდესმე არსებობდა. ის დაახლოებით 1,5 მეტრი სიმაღლის იყო და წონით გორილას უტოლდებოდა. გარეგნულად გავდა ორანგუტანს, რომელიც მისი უახლოესი ცოცხალი ნათესავია. თუმცა ინდოპითეკუსი დიდ დროს ხეებზე აღარ ატარებდა. ის მიწაზე ცხოვრობდა და იკვებებოდა ბამბუკითა და სხვა მცენარეულობით. თუმცა ინდოპითეკუსი არც ყველაზე წარმატებული იყო. ამ ტიტულს იპყრობდა ლუფანგპითეკუსი, რომელიც ჩინეთში ცხოვრობდა და სამი სახეობა იყო. მისი წარმატება დაკავშირებული იყო ჩინეთის თბილ მარადმწვანე ტყეებთან, რომლებიც უხვად სთავაზობდნენ ხილს. თუმცა საფრთხეებიც არსებობდა: მტაცებელი ნიანგები, კატები. მათი ნაშთებში აღმოჩენილი გინგივიტი კი მიანიშნებს, რომ დაავადებებიც გვხდებოდა, მათ შორის ღვიძლების ანთება. ლუფანგპითეკუსი და სხვა დიდი მაიმუნები წარმოადგენდნენ მიოცენის საოცარ მრავალფეროვნებას. მათ შორის იყო დენუვიუსი, რომელიც 12 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა დღევანდელ გერმანიაში. ეს იყო პირველი მაიმუნი, რომელსაც შეეძლო სრულად ორ ფეხზე სიარული. მისი ფეხის ძვლები და ესის ფორმის ხერხემალი გავდა ადამიანისას. თუმცა გრძელი ხელები აძლევდა საშუალებას ხეებზე ასულიყო. ის ერთდროულად მიეკუთვნებოდა მაიმუნებსა და ადრეულ ჰომინინებს. მათ ჰქონდათ ძლიერი, მოპირდაპირე დიდი თითები, რაც აძლევდათ საშუალებას ხეებზე დამდგარიყვნენ და ხელები საკვების შეგროვებისთვის გამოეყენებინათ. მიოცენის ეპოქაში მაიმუნთა მრავალფეროვნება წარმოუდგენელი იყო. დრიოპითეკუსი შესაძლოა ჰიპერაგრესიული ყოფილიყო, ხოლო არდიპითეკუსი, რომელიც დაახლოებით 6 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, გარეგნულად გავდა თანამედროვე შიმპანზეს. მიოცენის განმავლობაში არსებობდა თითქმის მაიმუნის 100 სახეობა, მაშინ როცა დღეს მხოლოდ დაახლოებით 35 პრიმატია, მათ შორის არა მაიმუნებიც. მიოცენის მაიმუნები არა მარტო მრავალფეროვანი იყვნენ, არამედ უფრო ფართო ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ. ბუნება მათ შესთავაზა ყველაფერი საჭირო: თბილი, ტენიანი კლიმატი და უხვი ტყეები. მაგრამ ეს სამყარო სამუდამოდ არ გაგრძელებულა. მიოცენის დასასრულს დედამიწამ გაცივება და გამოშრობა დაიწყო. ეს იყო ეგრეთ წოდებული მიოცენის გვიანი გაცივების მოვლენა,
რომელიც გამოწვეული იყო ატმოსფერული ნახშირორჟანგის შემცირებით და დედამიწის ღერძის დახრილობის ცვლილებით. ეს მოვლენები კატასტროფული აღმოჩნდა იმ სქელ ტყეებისთვის, რომლებზეც მაიმუნები იყვნენ დამოკიდებულნი. და ამან გამოიწვია მათი თანდათანობითი, მაგრამ გარდაუვალი დაღუპვა. ასე დასრულდა ნამდვილი ბუნებრივი მაიმუნების პლანეტის ეპოქა.